მოგესალმებით, ეს ვანჯელის სახლია, თქვენ უყურებთ ახალ ეპიზოდს და ამ ეპიზოდში ვაპირებთ, რომ გადავიდეთ სამღებრო სამუშაოებზე. და ჩვენი სახლი ძალიან მალე, კიდევ უფრო მყუდრო და ლამაზი გახდება. როგორც იცით, ჩვენი სახლის შიდა ტიხრები გაილესა გიპერით, ხოლო ამის შემდეგ ჩვენი გეგმა არის, რომ უკვე ბოლო შპაკლი გადავატაროთ, დაზუმფარდეს, გაეკრას ქაღალდით და ბოლოს შეიღებოს. როცა უკვე ჯგუფს ვეძებდით, თუ ვინ გააკეთებდა ჩვენ სახლში ამ სამუშაოებს, ბევრის რეკომენდაციით მოვხდით კომპანია Grandmaster-თან, რომლებიც ინოვაციური აპარატით ასხავენ კედელზე შპაკლს და შემდეგ უკვე შპატელებით ხდება ამის გადასწორება. დავინტერესდით, დაუკავშირდით, როგორც აღმოჩნდა, ეხლა კონკრეტულად თელავში არიან ერთ-ერთ ობიექტზე, კონკრეტულად ამ აპარატით მუშაობენ. მე და დიანამ გადავწყვეტეთ, რომ ჩავსულიყავით თელავში და გვენახა თუ რეალურად როგორი გამოდის. ადგილზე ვნახავთ სამუშაოებს და თუ მოვიხიბლეთ, აუცილებლად ჩვენ სახლსაც მათ მივანდობთ. როგორც ნახეთ, ვიყავით თელავში და ვნახეთ კომპანიამ Grandmaster-ი როგორ ასრულებს სამღებრო სამუშაოებს. სპეციალურად ამისთვის ჩავედით. და ძალიან მოვიხიბლეთ, ხოთ შორის ძალიან ეჭვის თვალით უყურებდი, იმიტომ რომ ეს არის საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი, არის ინოვაციური ტექნოლოგია აპარატით, გაშპაკვა, შემდეგ უკვე სამღებრო სამუშაოების აპარატით ტარდება და ერთი შეხედვით ძალიან დავინტერესდით, მაგრამ თან ეჭვი გვეპარებდა მაგრამ. მაგრამ ჩვენ უნდა გვიყვარს რომ ინოვაციურები ვიყოთ, ასე ვთქვათ, სიახლეებს ვეცნობით და გვაინტერესებს და თან ჩვენი მაყურებლისთვის იქნება ეს ძალიან საინტერესო სიახლეა და ჩვენ სახლში ვაპირებთ ზუსტად რომ კონკრეტულად ამ აპარატით დაიშპაკლოს მთელი კედლები და ჭერი. მაგრამ დამერწმუნებით, რომ არანაირად არ გვაქვს სურვილი ჩვენ სახლში ჩავატაროთ ისეთი ექსპერიმენტი, რომელსაც არ ვენდობით, ან რომელსაც არ გვჯერა, ან არ მოგწონს. ამიტომ სწორედ ამიტომ ვიყავით თელავში ჩასულები და ვნახეთ ადგილზე ეს სამუშაოები, შევისწავლეთ ყველა სპეციფიკა ამ ტექნოლოგიის და დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენ და გასაკვირად ეს ყოფილა ბევრად ეფექტური, რასაც აქვს ძალიან მაღალი ტემპი და ძალიან იდეალური სისწორე. და რაც მთავარია, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ კომპანიის წარმომადგენლებს, კომპანია Grandmaster-ს უკვე ვესაუბრეთ, ვიყავით ამოსულები, აუზობთ მთელი სახლი, ილესება, უნდა დაიშპაკლოს როგორც კედლები, ასევე ჭერი, მომზადდეს ქაღალდის გასაკვლელად, შემდეგ ეს შეიღებოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი ეტაპი გვექნება გასავლელი. ერთი კვირა უკვე ჩვენ სახლში მიდის სამუშაოები, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები, ასე ვთქვათ, ხელით მუშავდება ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები, კუთხოვანები და ბადეები დაყენდა და მომზადდა მთელი სახლი აპარატისთვის. დღეს აპარატი მოიტანეს. დღეს უკვე პირველად ჩავთავთ აპარატს და მასალაც უკვე შემოტანილია, აპარატიც მოიტანეს. დღეს პირველად მივასხავთ შპაკლს კედლებზე. კომპანია Grandmaster-ის წარმომადგენლებს უნდა ვესაუბროთ დღეს. და დაусმოთ ალბათ ყველა იმ შეკითხვას, რაც შეიძლება თქვენ დაგებადოთ და გაინტერესოთ. თუ რა ეტაპები უნდა გავიაროთ მთელ ამ პროცესში, ვფიქრობ ძალიან საინტერესო უნდა გამოგვივიდეს. გამარჯობა ბადრი. პირველ რიგში მინდა რომ თქვენი კომპანიის შესახებ მოვუყვეთ ჩვენ მაყურებელს. გამარჯობა, მივესალმებ მაყურებელს. კომპანია Grandmaster-ი დიდი ხანი არ არის ბაზარზე, თუმცა თავიდანვე დავიწყეთ ინოვაციების დანერგვა, როგორიც არის საფითხი აპარატი, ცოტა ხანში მივალთ და გავივლით უფრო დეტალურად ამასაც. კომპანია თავაზობს ისეთ პროდუქტს მომხმარებელს, როგორც ჯერ ბაზარზე არ ყოფილა. ყველაფერი ხდება მაქსიმალურად აპარატების დახმარებით, იგივე დასაგრუნტი სამუშაოებით. და სიახლეა ხო ეს როგორც ვიცით, აქამდე არც გვინახავს. საქართველოში ეს არის პირველი. თავიდან როგორც კი შემოვედით ობიექტზე, საჭირო იყო რა თქმა უნდა შეფუთვა ობიექტის, რომ არაფერი შუშები, ვიტრაჟები არ დავსვაროთ, კარებები არ დავსვაროთ. შემდეგ წავიდა ბადეების დადება ჭერზე, გიფსოზე. შემდეგ რა თქმა უნდა კუთხოვანების დაყენება სადაც იყო საჭირო დასაყენებელი, სადაც ჩასანაცვლებელი იყო, ან ახალი თავიდან დასაყენებელი. ჩვენ აუცილებლად თითქმის ყველა ოთახში მორჩენილია, მაგრამ აუცილებლად გადავალთ შკურკით, ანუ ზუმფარით ჭერებზე, რადგან მივიღოთ იდეალურად გლუვი ზედაპირი ჭერზე. და შემდეგ უკვე შპაკლი, ანუ ფითხი დაჯდეს იდეალურად და გამოვიდეს ის ხარისხი, რა ხარისხიც პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. და შემდეგ რა თქმა უნდა თქვენ. კი. ანუ სადღაც ერთი კვირაა, ცოტა ნაკლები, რაც უკვე მუშაობთ აქ და დღეს უკვე უნდა ჩავთოთ კონკრეტულად ეს აპარატი. ეხლა აპარატზე გითხარი ორი სიტყვით თუ რა არის და ყველაზე საინტერესო რითი განსხვავდება ის ბაზარზე არსებული? საერთოდ არსებობს რამე აპარატი, რითიც შპაკლის მისხმა ხდება? არსებობს, თუმცა გამოიყენება ეს არის ინოვაცია, ანუ რამდენიმე წლის არის სულ ეს პროდუქტი. ბაზარზე არსებობს აპარატები, რომელიც უკვე თხევად შპაკს, გახსნილ შპაკს
აწვდის წნევით მილში და შემდეგ ხდება ეს კედელზე. თუმცა ამ აპარატის განსხვავება ის არის, რომ მშრალ მასას, ანუ შპაგს ფხვნილის, აი როგორც ალაგია აქ ტომრებში, ამ მასას აქცევს მოზელილ მასად იდეალურ კონსისტენციამდე მიყავს, იზილება ეს რა თქმა უნდა მანქანის ან ზედა თავის მეშვეობით და შემდეგ უკვე იწნიხება დაახლოებით 100 ბარამდე. სამუშაო წნევა არის 70-80-90 ბარი. გასხავთ კედელზე და ჭერზე. კი, ჩვენ რითიც ვაკეთებთ ამ შპაკლის კედელზე აპრიალებას, ესე ვთქვათ, არის საკმაოდ დიდი შპატელები, შეგვიძლია ვნახოთ კიდეც. ხდება დიდი ფართობის აპრიალება, შესაბამისად არ გამოდის ისე რომ იქ რაღაც გადაყვანები, ხაზები, ასე შემდეგ არ რჩება, იმიტომ რომ დიდ მასას როცა აპრიალებ, დიდ ფართობს გადიხარ ერთად. ჯამსულები როცა ვიყავით. ნახოთ ჩვენ მოვიხიბლეთ ადგილზე რომ ვიყავით კახეთში, აი სწორედ ამ კედლების ფაქტურით, სისწორით და ტემპით, რასაც უყურებდით, რა სწრაფად ხდებოდა კედლების დამუშავება. მოდი გადავინახოთ აპარატთან და უფრო ახლო დავინახოთ. ეს არის ჩვენი აპარატი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და ძალიან კმაყოფილები ვართ. ამას ვამბობდი ზუსტად რომ აი აქ იყრება მასა, მშრალი მასა, ჩვეულებრივი ფხვნილი, ანუ შპაკლი. შემდეგ იზილება, გამოდის წყალი შემოდის ცალკე, აი აქედან გამოდის წყალი და წყალზე ერთდება ეს კი, წყალზე ერთდება. და თავის საკეთებს უკვე რამდენი წყალი და რამდენი მასა. რეგულირება ამ ყველაფრის ხდება წყლის დონე შეგვიძლია დავაყენოთ, უკრიდან პანელზე წერს აბსოლუტურად ყველაფერს, რა ლიტრაჟით შედის, ვოლტაჟი რამდენია და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ადგილას იზილება შპაკლი. აი, ასეთ პატარა მონაკვეთში ახერხებს შპაკლის ისე გადამუშავებას, რომ უკვე მოხდეს მოზელილი მასა და ჩაიყაროს ეს კამერა არის უკვე მოზელილს ვხედავთ აქ ხო? კი, აქ უკვე აი აქედან უკვე იყრება მოზელილი მასა იყრება ქვემოთ და შემდეგ ხდება ამ მასის დაწნეხვა შნეკის მეშვეობით და გამოდის აქედან მაღალი წნევით. ეს არის წნევის დაჩიკი, ანუ მაქსიმალური წნევა 160 ბარი აქვს, თუმცა დამატებით კომპრესორი და რაღაცები ამას არ ჭირდება. არაფერი დამატებითი კომპრესორი არ ჭირდება, უყენია მხოლოდ ორი ელექტროძრავი, რომელიც არის სამფაზიანი, ასე ვთქვათ, მაგრამ ინვერტორის მეშვეობით 220 ვოლტით მივიღებთ სამფაზას ძრავებს. ან ჩვეულებრივად ფაზანოლით მუშაობს აპარატი კი. ყველაზე მთავარი რაც არის ამ აპარატში არის ის, რომ რა თქმა უნდა გვიზილავს თვითონ მასას და მოზელილი შპაკლი, ანუ ძვირიანი შპაკლი არ ჭირდება, ჩვეულებრივ შპაკლს ხმარობს. ჩვენ ხარ რას ხმარობთ? ჩვენ ხმარობთ აი დასაწყობებული გვაქვს გიპერის სუფთა პირი, წმინდა პირი, ძალიან ბევრი რამ გავტესტეთ, მაგრამ ყველაზე კარგად საქართველოს ბაზარზე რაც არის ამან იმუშავა მაინც. გიპერი. თუმცა მუშაობთ ასევე ჩვენ კედლები გვაქვს გიპერით გალესი. ანუ ეს არის იმის წმინდა პირი, ბოლო პირი, კი, ბოლო სახეა იმისი ზუსტად. ეხლა კი ვმუშაობთ მასალის შემოტანაზე, თუმცა ძალიან ბევრი დეტალები აქვს მაგას და ეს სამომავლოდ იქნება რომ უშუალოდ ევროპის ბაზარზე რაც არის ის გამოვიყენოთ, თუმცა ამ შპაკლთან ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს არის დაპატენტებული, მხოლოდ აი ეს არის დაპატენტებული და ჯერ პატენტიც კი არ გასვლია. ხო, ანუ 5 წელიც კი არ გასვლია ჯერ. დანარჩენი, რასაც ვხედავთ, ამის აწყობა შეუძლია. ეს არის უბრალოდ მის აი, ამით ხდება, კი, ამით ხდება მის ხმა ზუსტად კედელზე მიტანა, ამითი აქ ასევე ფილტრიც დევს, რომ არაფერი სიბინძური არ შეიტანოს. ძალიან მარტივი მოხმარების არის გახსნი წნევა შემცირდება მილში და ავტომატურად ირთვება, რომ წნევა დაიჭიროს ასყს, დავკეტავ წნევას დაიკავებს მილი და ითიშება აპარატი. ანუ ამას რამდენიმე კაცი ჭირდება, ანუ ერთი ასხავს, მეორე მიყვება, თუ ჯერ დასკვა ხდება და კი, ჯერ რა თქმა უნდა, კედლამდე უნდა მივიტანოთ შპაკლი, თუმცა ტემპი ისეთი აქვს აპარატს წუთში მოიხმარს 6 litrს მასას. შესაბამისად ერთი კაცი ფიზიკურად ვერ მოუსწრებს მოპრიალებას. ასევე კიდევ ერთი პლუსი რაც აქვს, იმდენად ჩვენ შეგვიძლია მასის სისქე დავაყენოთ ჩვენით, ანუ წყალს რამდენი შეუძლია. კი. რაც უფრო თხელია, მით უფრო უკეთესად პრიალდება, ანუ იტკიცება მთლიანად ძალიან თხელფენად ედება კედელს ან გიფსოს. თუმცა თხელი მასა არ არის რეკომენდებული პირველ პირად, ასე ვთქვათ, ის მეორე პირად უკვე რომ იდეალურად კარგი ზედაპირი მივიღოთ. გააჩნია გიფსოს მაგალითად ორი პირი ნამდვილად არ დაჭირდება, ერთ პირში დაჭდება. ანუ მიდგომით ვაკეთებთ ხო გიფსოს, კედელს, კარებს, იმიტომ რომ ხო კარებებსაც კედელთან ერთად კარები უნდა შეიღებოს სალკე, ეს არის. ანუ არის შპაკლება, მარტო ღების პროცესში ერთვება? ახეთ ამის მთავარი პლუსი ის არის, რომ აი ახლა მინდა გაჩვენოთ შპატელი. აი ასეთი შპატელებით ხდება მოპრიალება კედლის. ასმისას როცა კედელზე ვუსვამთ, მაქსიმალურად დაწვენილად ესმება, რომ რაც შეიძლება მეტად გადატკიცოს კედელზე შპაკლი. და აუცილებლად შეერთებას ვაკეთებთ მაშინვე, ანუ არის შპაკლება კედელი ცალკე, ჭერი ცალკე.
ჭერიდან გამოვალ, ცოტას დავტოვებ და შემდეგ უკვე კედელი რომ შრობა მოხდეს ერთდროულად, ცალკე ის არ გაშრეს, ცალკე ეს არ გაშრეს. და მე როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, ღებოც ხდება ამ ყველაფრის, ასევე აპარატით. და ეს რა აპარატია ბარემ? აპარატი აი თავიდან ჩანდა, ალბათ კადრში მივიდეთ ახლოს. აპარატი არის ჩვეულებრივი პულვერიზატორი, თუმცა ესეც ევროპულია, ესეც ევრომაიერის ფირმის არის. მუშაობს იდეალურად, წარმადობა აქვს ძალიან დიდი. არ არის ეს დიდი აპარატი და ამითი 100,000 კვადრატიან ობიექტს ვერ გაიტან, თუმცა გაიტან უბრალოდ უფრო მეტი დრო დაგჭირდება. თუმცა იმდენად მარტივია მოხმარებაში, რომ ძალიან მოგვეწონა ეს აპარატი, პირდაპირ იდება ბედროში, ასე ვთქვათ. აქ როცა ჩვენ საბოლოო ფერზე შევჯერდებით, პირდაპირ საღებავში ჩაიყოფა პირდაპირ. საღებავს ამოიღებს და ის აკეთებს შეფრქვევას კედელში. კი, პულვერიზატორის მეთოდით. ორ ფენას დავასხავთ ამას? კი, ორ ფენას რომ იდეალურად მივიღოთ, კი. მოხიბლულები ვართ თქვენი პროფესიონალიზმით, რაც ვნახეთ. ძალიან გჭირდა და გვიმედება, რომ საბოლოო პროდუქტი იქნება ძალიან კარგი. და ნახოთ ერთად რა გამოვა, ის რა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ იმ ვადებს და ნახოთ სამუშაოდ. სანამ ჩვენ სახლში სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თის დღე მოვიწყოთ და 2 დღით ავიდეთ თრუსოში. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ერთად. ბავშვებთან ერთად. და ეს არის ბავშვების პირველი კემპინგი. გავშლით კარავს და დღეს დავიძინებთ კარავში მწვანე მინდორზე. გვინდა რომ ეს იყოს მათთვისაც ძალიან შთამბეჭდავი, პირველი გამოცდილება ბუნებაში, მთაში. კარავში ღამის გატარება და ძალიან აინტერესებთ. There's a push and there's a pull. There's a new moon and then it's full. The tide will rise and rise until it falls. And there's a rhythm to it all. There's a you and there's a me. There's a pattern in the chaos, a current in the sea. And there are times I wish I had a mountain top to see the rhythm of it all. Every spring leads to a fall. And there's a heart in every home. The young will always wish that they were older. And there's a rhythm to it all. There's a you and there's a me. There's a pattern in the chaos, a current in the sea. And there are times I wish I had a mountain top to see the rhythm of it all.
for the broken things you've lost. If you hold it loose, you'll find that there is room for the rhythm of it all. There's a you and there's a me. There's a pattern in the chaos, a current in the sea, and there are times I wish I had a mountain top to see the rhythm of it all, to see the rhythm of it all. ესე იგი უკვე მე-20 დღე არის, რაც კომპანია Grandmaster-ი ჩვენ შემოვიდა ჩვენ სახლში და დავიწყეთ კედლების დამუშავება, დაშპაკვა და 20 დღის მერე აი ეს მივიღეთ, თითქმის გავედით ბოლომდე. ესე იგი, კედლები მთლიანად დამუშავდა და დაიშკურკა. ეხლა გადავდივართ ახალ ეტაპზე და ისევ ბადრის უნდა გავესაუბროთ. გამარჯობა ბადრი. აი ორი სიტყვით შევაჯამოთ, ეხლა ჩვენ სახლში რა გაკეთდა. და შემდეგ რა ეტაპები გვექნება კიდე გასავლელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. როგორც ახსენე, დაზუმფარდა კედლები, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა დაიშპაკლა, ანუ გაიფითხა, ფორმირება მიეცა, კედლები გასწორდა, ისედაც დაგხვდა ნორმალური კედლები, თუმცა მიეცა საბოლოო სახე. დარჩა რა თქმა უნდა ქაღალდის გაკვრა იგივე ფრიზელინის და შემდეგ შეღებვა. ყველაზე სუფთა და ლამაზ ეტაპზე გადავდივართ, ხო? ფაქტობრივად შავი სამუშაოები პრინციპში დასრულებულია. კი, ფაქტობრივად შავი სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ბოლო კოსმეტიკური ეტაპი. რაც ყველაზე ძალიან ხო, ჩვენ შუალედური დალაგება უკვე გქონდა, აი ეს ნაგავი ყველაფერი გაიტანეს, მაგრამ ერთი ფინალური დასუფთავება კიდე გველოდება წინ. ეხლა ქაღალდს მოვიტანთ, ქაღალდი გაეკვრება ჭერზეც ვაკრავთ, ხო? ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ, აბსოლუტურად ყველგან გაეკვრება ქაღალდი. სადაც ჩვენმა აპარატმა იმუშავა, სადაც ხელით იყო ადგილები, რა თქმა უნდა, სადაც აპარატს სამუშაო არ ქონდა და იყო ხელით, წვრილ-წვრილი დეტალები, ყველგან, აბსოლუტურად ყველგან გაეკვრება ქაღალდი. და შეგვეძლო ეგ დაგვეზოგად ქაღალდის თემა და ეხლა ეს ისი არის დამუშავებული, პირდაპირ ხო შეგვიძლია შევღებოთ. კი, ცოტა უფრო მაღალი ზუმფარით, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო წმინდა ზუმფარით რომ გადავიაროთ, შევღებავთ რა თქმა უნდა, ქაღალდის მთელი მუღამი არის. ქაღალდის მთელი მუღამი არის ის, რომ იცავს კედელს მიკრობზარებისგანაც, არ გამოაჩენს, აი წლები რომ გავა, რაც არ უნდა გვინდოდეს მაინც სახლი ოდნავ ისე რომ თქვენ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გაიგებთ და ეს უსაფრთხოებაზე არ იმოქმედებს, მაგრამ მიკრობზარებისგან რომ არ თვალში რომ არ შეგაწუხოთ შემდეგ მიკრობზარებმა, რა თქმა უნდა, ქაღალდი ამასამისგან დაგიცა. დაახლოებით რა დრო დაგჭირდება აი ამ ყველაფრისთვის? ქაღალდი და ღებვა. ფაქტობრივად თავარი დრო დაჭირდება ქაღალდს, რა თქმა უნდა, ქაღალდის გაკვრას. ნუ 10 დღიდან, რა ვიცი, 2 კვირამდე ალბათ მაქსიმუმ. როცა დავიწყებთ, რა თქმა უნდა, სამუშაოებს. თვითსწორებადიც დაისხა და ამასაც მოხილება უნდა შეფუთვა უნდა. ყველაფერი კოორდინაციაში ერთმანეთთან და ჯერზა მნიშვნელოვანია რომ ეს თვითსწორებადი ყოფილიყო დასხმული, დასუფთავებული ყოფილიყო ქაღალდის გაკვრამდე სახლი, აქ ახლა მოაჯირების დაყენებაც უნდა იატაკის დაგებას შევუთანხმოთ და თქვენთან ერთად ისე დავგეგმოთ ეს ქაღალდის გაკვრა, რომ უკვე გარედანაც ყველა წერტილი დაიზოლირებული იყოს ვიტრაჟებთან, ყველა წვიმანი სამუშაოები მიყვანილი იყოს ბოლომდე და მე ვფიქრობ, რომ ამ ვადების გათვალისწინებით და უკვე ვადებით, რაც თვითონ ქაღალდის გაკვრას დაჭირდება, უკვე ძალიან ახლოს ვართ ფინალურ ეტაპთან, რაც ძალიან გვიხარია. ხო, რაც ყველაზე მთავარია, კარგი ტემპით მივდივართ. კი. და ალბათ ბადრის კიდევ ერთხელ შევხვდებით ზუსტად 2 კვირაში და მე უკვე დაგათვალიერებებთ ყველა კედელი იქნება შეღებილი. მაგრამ უკვე ძალიან დაებსკავსა სახლს, უკვე რომ შემოვდივართ სხვა განწყობაზე ვართ, იმიტომ რომ ისეთი სითეთრე და იდეალური კედლებია უკვე გამოყვანილი და თან ეს თვითსწორებადიც რომ დაესხა უკვე საერთოდ სხვა შეგრძნებები გქონდა. კი, მეც ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, იმდენად მაინტერესებს, როგორ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გამოვა, მაგრამ მაინტერესებს ერთიანობაში რა იქნება და როგორი ძალიან მაინტერესებს მეც. კომპანია Grandmaster იმუშაობს ჩვენ სახლში, აკრავენ ამჯერად უკვე ქაღალდს ვართ გადასულები. ეხლა ჩვენ უკან კედელსაც ხედავთ, აი ეს თეთრი არის ფრიზელინი, გერმანული წარმოების ფრიზელინი, რომელიც ვიყიდეთ კომპანია Jaukenში. ეს ეკვრება მთელ სახლში. ჭერებზეც კი უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რომ საღებავი შევარჩიოთ. ჩვენ ვაპირებთ რომ ვესტონოთ დიზაინერებს, კომპანია AUKIS და მათთან ერთად გავიაროთ რენდერში რა ფერებიც გვაქვს, უკვე ზუსტი კოდები დავადგინოთ. და შევარჩიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს მყუდრო, პასტელური ფერები, რენდერში ძალიან მომწონს და გვინდა რომ გამოვიდეს რაღაცა მსგავსი რეალობაშიც. მე ალბათ მოგვიწევს ცოტა დატესტოთ, იმიტომ რომ განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საღებავის შერჩევის დროს, რამდენად დახურულ სივრცეში აკეთებთ, ან რამდენი ვიტრაჟია, როგორ შემოდის შუქის და მზის სინათლე და სწორედ აქედან გამომდინარე ვაბალანსებთ ფერებს. ხო, მე გეგმა რომ მაქვს რომ ეს საღებავები სულად ჯერ არ ვიყიდოთ, რამდენიმე კოდი შევარჩიოთ და ტესტები უბრალოდ გავაკეთოთ კედელზე, ორი პირი გავაშროთ და მეორე დღეს უკვე ვნახოთ რეალური შრობის მერე რა ფერს მივიღებთ რა. ხო, მოკლედ ძალიან პასუხისმგებლო საკითხზე ვართ გადასულები. თუმცა უკვე ისე მომწონს ეს ხალხად გაკრული, რომ ერთი შეხედვით რაღაც უნდა ამსახ შეღებაო. ხო, სხვათა შორის იდეალურადაა გაკრული, სტიკები თითქმის არ ეტყობა ერთმანეთზე. მე მაგის მაშინ რომ შეღების დროს მე არ გამოგვიჩნდეს ეს გადაბმები, მაგრამ იდეალურად არის გაკრული, ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა. მაგრამ აი ტონები უნდა შეჭდეს უფრო თბილი, იგივე თეთრი ფერიც უნდა იყოს ცოტა უფრო გადატეხილი, თბილში წასული ფერი და არა რაღაცა საავადმყოფოს მსგავსი ცივი თეთრი ფერი, რომელიც უფრო სიმყუდროვეს დაარღვევდა ალბათ ამ სივრცეში. ესე იგი, ჩვენ სახლში ახლა მიდის ქაღალდის გაკვრა, მეორე სართული თითქმის უკვე დასრულებულია და როგორც კი ქაღალდის გაკვრა დამთავრდება მთელ სახლში, უნდა გადავიდეთ შეღებვაზე. ყველა ოთახის ფერი უკვე ვიცით, ჩვენ რენდერებში უკვე წინა ეპიზოდებში თქვენ ნახეთ. რენდერებში ძალიან მოგწონს, მაგრამ რეალურად რომ იგივე გამოვიდეს საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ასე მგონია მე, თუმცა არ ვიცი, რა თქმა უნდა არსებობს ფერის კოდები, მაგრამ მაინც რამდენად ის ფერია, რომელიც ჩვენ მოგწონს, როგორც რენდერში ვხედავთ, ეკრანის აღქმა და რეალური აღქმა კიდე სხვადასხვაა და მოკლედ ეხლა მოვედით კომპანია აუკიში, კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ ფერების ნაცვლი, კატალოგში შევარჩევთ უკვე კონკრეტულ ფერებს, რითაც მე უკვე მივალთ საღებავის შესარჩევად. წარმოგიდგინეთ, ეს არის საბოლოო ეტაპი კედლების კუთხით, იმიტომ რომ ის ფერი, რასაც ახლა შევღებავთ, იქნება, ალბათ ძალიან გრძელვადიანად, ხო? არ ვიცი ბოლოს შემდეგ ეტაპზე როდის გავაკეთებთ მაგ სახლის რემონტს მომავალში, მაგრამ ძალიან ხანგრძლივი დროით უნდა ვუყუროთ ამ ფერებს, ამიტომ. კაი, შევედით ახლა და შევარჩიოთ ფერები. მთელი სახლის ფერები აი აქ გვაქვს. აი ეს არის ჩვენი შპარგალკა, ამით წავალთ ახლა კაპაროლში. და ერთი სული გვაქვს დავტესტოთ კედელზე. მოკლედ იმ ეტაპამდე მივედით, რომ დღეს უნდა შევარჩიოთ უკვე საღებავები და რა თქმა უნდა მოვედით კაპაროლში. სანამ ამ ეტაპამდე მოვიდოდით, საკმაოდ ბევრი შემოთავაზება გქონდა სხვადასხვა კომპანიებისგან. მაგრამ ბევრი მსჯელობის, ინტერნეტში მოძიების, კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე გადავწყვეტეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სახლი უნდა შეღებილიყო კაპაროლით. ეს არის გერმანული ბრენდი, საკმაოდ ხარისხიანი. დიდი გამოცდილებით. ხო, რაც მთავარია, ბავშვების ოთახები იღებება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურობას. აუცილებლად არა მარტო ბავშვების ოთახები, მოდი ესე ვთქვა, მთელი სახლი. მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური ყოფილიყო. იგებება ეკოლოგიური საღებავი. ბავშვები ყავს და აუცილებლად წმენდადი. აუცილებლად. ეს იყო ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი, რომ ჩვენ ახლა შევარჩიეთ ისეთი ბაზა, რომელიც არის რეცხვადი. ხეხვადიო, ასე გვითხრეს, კაფიანი გუბკითო, შეგიძლიათ გახეხოთოთ ამამათო და ეს ძალიან გვეიმედება, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ღია ტონებში სახლი გადაწყვეტილი, რძისფერი, პასტელური ფერები. ბავშვებს უყვართ ძალიან ხალწვა, მხატვრები გვესდებიან ოჯახში, გარდა ამისა, ფეხებს ვერ აჩერებენ და მოკლედ ამ ღია ფერის კედლებზე უკვე წინასწარ ვიცით, რაც დაგხვდება შესახლების შემდეგ და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იყოფილიყო ხეხვადი. აი ჭერებსაც კი პრემიუმ კლინით და შევარჩიეთ სწორედ ეს საღებავი, პრემიუმ კლინი. პრემიუმ კლინი, კაპაროლის, რომლითაც შეიღებება მთლიანი სახლი. რაც შეეხება აბაზანებს, აბაზანის ჭერებს, აქ უკვე სხვა საღებავს ვიხმართ. და არა მარტო ჭერებს, გვაქვს აბაზანებში ფილის ნაცვლად, ერთი აბაზანა მთლიანად კედლებით შეღებილი. აქ ამფიბოლინის ბაზაზია დამზადებული, რომელიც არის ნესტგამძლე, აი წყალიც რო ასხა არაფერი არ მოსდის, მოკლედ. და ასევე წმენდადი, რა თქმა უნდა, თავისთავად. ჩვენ უკვე ვიცით კონკრეტული ფერის კოდები, შერჩეული გვაქვს ზუსტად კაპაროლის კატალოგში ეს ყველაფერი და დიზაინერებთან ერთად შევარჩიეთ. ეხლა მოკლედ მივალთ, ავარჩევთ, ჩამოვასხავთ, დავსვავთ, შეგვიზავებენ და
ავიტან ზევით კიდე გრანდმასტერი გველოდება, უკვე ღირბოს იწყებენ და აი სასწრაფოდ მოგვიტანეთ საღებავებიო. მაგრამ ყველას გირჩევთ აუცილებლად რომ დატესტოთ ეს საღებავები და ჩვენც სწორედ ასე ვიქცევით, მიგვაქვს ტესტავთ, იმიტომ რომ შეიძლება კედელზე, მით უმეტეს ქაღალდგაკრულ კედელზე რაღაცა როგორც თქვენ წარმოგედგინათ ან კატალოგში ნახეთ, ისეთ ტონზე არ დაждდეს, შეიძლება ზოგი გამუქდეს, უფრო მეტად ან ზოგი პირიქით ღია აღმოჩნდეს, ამიტომ აუცილებელია რომ და დატესტოთ. განათებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. კი, განათებას და ოთახი როგორ ნათდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიტრაჟებიანია თუ არა ოთახი, როგორი რამდენად ჭარბი განათების შუქია, დღისით შეიძლება სხვა ფერზე დადგეს, ღამით სხვა ფერზე და ხშირ შემთხვევაში შეიძლება კედელს ერთი და იგივე საღებავად შეღებე კედელს რო შეხედოთ, ჭდილში სხვა ფერი ჩანდეს და მეორე რაკურსით სხვა ფერი. ანუ შესაბამისად, ძალიან ბევრი ნიუანსია, საკმაოდ ისეთი თემა არის, ძალიან ვღელოთ, მაგრამ ვენდობით კაპაროლის გამოცდილებას. ეხლა უკვე ჩავიდეთ, დავსვათ ჩვენი ფერები. ყველა ფერს ერთად ავყიდულობთ, ეტაპობრივად ავიყიდით და ავიდანთ ხოლმე, ეხლა ძირითადი ოთახი და აბაზანები. როგორც უკვე ნახეთ, კომპანია გრანდმასტერმა დაამუშავა კედლების შპაკლით, ამის მერე უკვე გქონდა ქაღალდის გაკვრის ეტაპი, ქაღალდი მთლიანად გავაკარით როგორც კედლებზე, ასევე ჭერზე და უკვე გადავალთ სამღებრო სამუშაოებზე. დღეს უკვე ამოსულები ვართ, რომ გავაკეთოთ ტესტები, ჩვენ დიზაინერებთან კონსულტაციით შევარჩიეთ რამდენიმე ფერი, კონკრეტულად ეხლა მთავარ სივრცეში, ეხლა სადაც ვარ, ორი ფერი შეირჩა და გვინდა რომ უკვე რეალურად ქაღალდზე დავასხათ სატესტო და ნახოთ თუ რა ფერი დაგვიჯდება. და ამის მერე უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევარჩიოთ კონკრეტულ ფერს და დავიწყებთ ღებვას. ასევე სხვადასხვა ოთახებში შერჩეული გვაქვს სატესტო ფერები, შესაბამისად სპეციალურად ჯერჯერობით წამოვიღეთ მხოლოდ პატარა შეფუთვით, კაპაროლისგან წამოვიღეთ საღებავი და როცა უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდებით თუ რა ფერი გვინდა, ამის მერე უკვე მთლიანად შევიძენთ და ამის მერე უკვე დავიწყებთ აქტიურ ღებვის სამუშაოებს. ესე იგი, რა ხდება აბამ, რა ეტაპზე ვართ? ღებავთ სახლს და ჩემი კაბინეტი. პირველი პირი უკვე შეღებილია ამ ოთახში, გვაქვს ძალიან თბილი, მყუდრო თეთრი ფერის ტონი, რომელიც ძალიან მომწონს. კაპაროლის სიენა 30. საღებავი ავარჩიეთ პრემიუმ კლინი. რომელიც იწმინდება და რაც მოხიხვად შეიძლებაო და ფერები შევარჩიეთ ჩვენს დიზაინერებთან ერთად, ვისაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კომპანია აუკის და ბევრჯერ გავტესტეთ. ამას ყველაფერს გაჩვენებთ, როგორ ტესტავდით, რამდენი ვიწვალეთ, თუმცა საბოლოოდ ნამდვილად იმ ფერებს შორის ჩამოყალიბდით, რაც თავიდანვე გვერდჩიეს დიზაინერებმა და ეს არის ზუსტად ის თბილი ტონი, რომელთაც შევღებეთ ასევე კარები. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ კედელზე ვხმარობთ პრემიუმ კლინის საღებავს, რომელიც მუხეხვადი, მოწმენდადი და მოკლედ ძალიან მაღალი ხარისხის არის და კარებზე ვხმარობთ სხვა საღებავს, რომელიც ასევე არის ძალიან მაღალი ხარისხის, უბრალოდ გამოირჩევა იმით, რომ ხეზე, MDF-ზე და სხვა ავეჯზე შეიძლება გამოიყენოს, რომ აღარ აძლევს. და ეს არის ისეთივე მატი, გლუვი, როგორც არის ჩვენი კედელი ისედაც. ამიტომ ეხლა ფაქტურა ერთ-ერთში გვაქვს მიღებული კედელთან და ფერიც იმდენად მსგავსია, ჩვენ გვეშინოდა, რომ განსხვავებული ტონი არის. ნუ ეხლა განათებაში არ ემთხვევა, თქვენ ვერ ხედავთ ერთ-ერთს, მაგრამ რო შეხედავთ რეალურად კედელი და კარები არის ზუსტად ეს. თანაც ახალშეღებელი და ჩემი აზრით ეს რომ გაშრება კიდევ უფრო დაიმსგავსება კედლის ფერს და განათება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საერთოდ იმდენ მინიმალური სხვაობა რომ შეიძლება ვერც მე მგონი არც იქნება საბოლოოდ სხვაობა და მოკლედ ჩამოყალიბდით რომ ამ ფარული ეფექტის მისაღებად იგივე ფერს გამოვიყენებთ კარებებზეც. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გავაკეთეთ ფერთა შერჩევა წინასწარ, ძალიან კმაყოფილები და დარწმუნებლები ვიყავით,
აუცილებელია ხალხო მაინც გატესტოთ ყველა საღებავი ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ კი ცოტა ბევრი ფული დავხარჯეთ ტესტებში, მაგრამ გამოვყენეთ უფრო იაფიანი საღებავების ბაზა, ესეც მნიშვნელოვანია რომ არ დაგვეხარჯა დავუშვათ პრემიუმ კლინზე თანხა და ტესტებად ვიყიდეთ იაფიანი, თუმცა იგივე ტონის საღებავები რომ გაგვეტესტა ფერები თუ ის გამოდიოდა რეალურად კედელზე, რაც დავუშვათ რენდერში მოგწონდა და აღმოჩნდა რომ ზოგმა საღებავმა ისეთი შედეგი ვერ მოგცა, როგორც წარმოგვედგინა. მაგალითად, ეს არის საბას ოთახი. ხო, რეალურად მოკლედ თაღალზე სხვანაირად დაჯდა და არ მოგვეწონა. თორე კატალოგში ძალიან მოგწონდა ეს და რენდერშიც მოგწონდა. ამის მერე უკვე შევარჩიეთ კონკრეტულად აი ეს ფერი, ეს არის უფრო ჩამქრალი ცისფერი ფერი. მონაცრისფრო ცისფერია რეალურად ჩვენ გვინდა და პასტელური ღია ცისფერი ფერი, რომელიც ჭუჭყიანი ცისფერია, ჭუჭყიანი ვარდისფერის მსგავსი ჭუჭყიანი ცისფერი მონაცრისფრო ტონში ყოფილიყო. ეხლა არ ვიცი რამდენად ვიდეოში აღიქმება ამის მოცისფრო ფერი, თუმცა არ არის ეს ნაცრისფერი, არის აშკარად მოცისფრო, მონაცრისფრო ფერი და ეს რეალობაში ახლა თვალითაც ვუყურებთ, არის გადაჭარბებულად ხო, ეს არ მოგვეწონა თავიდანვე, იმიტომ რომ არის ძალიან კაშკაშა ფერი. და შეიძლება შემაწუხებელი აღმოჩნდეს საძინებელში ბავშვთვის, ამიტომ. ასევე მეორე ოთახში გადავიდეთ წამო. რაც შეეხება გოგოს ოთახს, აქ გამართლა საღებავმა და პრინციპში რაც კატალოგში და რენდერში იყო ის ფერი მივიღეთ. აქ ახლა თქვენ ხედავთ ესე შავად შეღებილს ტესტს, რომელიც არ არის პრემიუმ კლინის საღებავი, გამოვიყენეთ როგორც გითხარით იაფიანი ბაზა, უბრალოდ ფერის დასაფერად ხედავთ რომ გაგვარკვია რამდენად სასურველ ტონს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის განათება, იმიტომ რომ ერთი და იგივე ტონი სხვადასხვა კედელზე, სხვადასხვა ფერში შეიძლება მოგეჩვენოს. მაგალითად, აქ ჩანდა უფრო მუქი, თუმცა ახლოს რომ მიდიხარ, უკვე ეზღიავდება და ის მუქდება. ამიტომ არ დაგაბნიოთ ამან, მართლა არ მჯეროდა თავიდან და მე დავწმუნდი რომ მინათება, განათება, დღის შუქი, გვერდზე ახლოს დგომა და შენ ძალიან მნიშვნელოვანია ფერის აღქმაში და ამას ყოველთვის კარგად დავგვირთ. ასევე მე ყოველთვის მეგონა რომ ღებვის პროცესი იქნებოდა ძალიან რთული და უტანელი სახლში, იმიტომ რომ მეზობლებიც გვაფრთხილებდნენ და ბევრი გვეუბნებოდა რომ აი საღებავის სუნი შეიძლება 1-2 თვე არ გავიდეს სახლიდან და წინ შეღებეთ, კარებები გააღეთ და მოკლედ ცოტა ხანი შეწუხდებით და ძალიან არ მინდოდა ეს უსიამოვნო პერიოდი, მაგრამ არ ვიცი, ამ საღებავებს არანაირი სუნი არ აქვს. საერთოდ არც ღების პროცესში და შემდგომ ხომ საერთოდ. ბადრი კიდევ ერთხელ შემოგვიერთდა და ამჯერად უკვე ფინალში ვართ და ბადრი მოდი შევაფასოთ. ორი სიტყვით გითხარი შენი შთაბეჭდილებები, ჩვენ ძალიან მოგწონს რაც გამოვიდა, რა მოლოდინიც გქონდა და ის მივიღეთ რაც მთავარია. სადღაც თვენახევარი დავხარჯეთ ამ ყველაფერში. რა გაკეთდა ესე იგი? კედლები დამუშავდა? კი, შეიფიცხა კედლები, შემდეგ რა თქმა უნდა, ჯერ შეიფუთა ყველაფერი, ვიტრაჟებზე მაქვს საუბარი, შემდეგ დამუშავდა კედლები ევრომაიერის აპარატით, შეიფიცხა, გაიშპაკლა, ამის შემდეგ რა თქმა უნდა დაზუმფარდა, დაიშკურგა. შემდეგ გაეკრა ქაღალდი. ხო, გადავწყვეტეთ რომ ქაღალდი გავაკრა. კი, ფრიზელინი გავაკარით და შემდეგ ყველაფერი დეტალები თუ კი სადმე რამე პატარა დეტალი იყო შესასწორებელი შესწორდა, შეიღება ერთი პირი, შემდეგ რა თქმა უნდა კიდევ თუ სადმე რამე იყო შესასწორებელი პატარ-პატარა დეტალები ისინი შესწორდა და აი მაგან წაიღო თოდა დიდი დრო, იმიტომ რომ წაიღო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა გინდა რომ კარგი გამოვიდეს და პატარა დეტალზეც კი ამახვილებ ყურადღებას, ამას ყველაფერს დრო მიაქვს, სხვანაირად არ გამოდის ფაქტობრივად, მაგრამ მთავარია რომ შედეგით ვიყოთ კმაყოფილები. რაც მთავარია, ფერები მივიღეთ ზუსტად ის რაც რენდერებში გვაქვს, რაც დიზაინერებმა შეგვირჩიეს, საღებავი როგორც ნახეთ, კომპანია კაპარულში ავარჩიეთ. ასევე ჩვენთვის არც თუ ისე მარტივი იყო კარებების დამუშავება, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდა, მეც ძალიან მომწონს კარებები, როგორც გამოვიდა. იდეალურია, აი კედელთან ისე ჯდება ფერში. საბოლოო შედეგი არის, რა ვიცი, ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი. ასევე კარებებზე სხვადასხვა ფერში რომ არის, ერთი მხარე სხვა ფერშია, მეორე მხარე სხვა ფერში. ჩვენ ზოგი ოთახი გქონდა შიგნიდან სხვა ფერი და გვინდოდა რომ კარის შიდა მხარე ყოფილიყო კონკრეტულად ეს ფერი, რაც ოთახია. ხო, რომ გარეთ რასაც ხედავთ რა შესაბამისად კონკრეტულად გარე და შიდა მხარეები სხვადასხვანაირად შეიძლება, მანდაც ზოლი იდეალური უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ და
თქვენ კარგად გავართვით თავი მოგესაც. რაც ყველას გაინტერესებთ, თუ რა ჯდება კონკრეტულად ეს სერვისი, რაც ჩვენ კომპანია Grandmaster-ისგან მივიღეთ, აი ამაზეც ორი სიტყვით გვეტყვის ბადრი. სადღაც $35 გამოგვივიდა ჩვენ კვადრატული, ხო? კი, $35 გამოგვივიდა კვადრატულიც, გრძივიც, ანუ მთლიანად დაითვალა ეს რაც გამოვიდა $35, ამაში შევიდა შეფითვა, კედლები, შეფუთვა, განფუთვა თავისთავად, ეს შემადგენელი ნაწილია. გამნიშნულოვანი. შევიდა კედლების გაფითხვა, ანუ გაშპაკვა, შემდეგ ზუმფარით დამუშავება, შემდეგ გრუნტით დამუშავება, ანუ დაგრუნტვა კედლების სადაც საჭირო იყო სპეციალური გრუნტით, სადაც არა ჩვეულებრივი გრუნტით. შემდეგ გაიკრა ფრიზელინი და რა თქმა უნდა, ამოკეთდა დეფექტები, ესეც ამაში შედის, რა თქმა უნდა და შემდეგ შეიძლება ორი პირით. მოგეთ რო შევაჯამოთ, ეს ყველაფერი $35 დაგვიჯდა კვადრატული. ჩვენი რეკომენდაცია ამ ხალხს კომპანია Grandmasters აღწერაში გვექნება ამ ვიდეოს აღწერაში იქნება მათი საკონტაქტო ნომერიც, ასევე Facebook გვერდით. თუ რაიმე დაგაინტერესებთ, მიწერეთ ან დაუკავშირდით და მოკლედ სულ ეს იყო. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და შევხვდებით ახალ ეპიზოდში.